მოგესალმებათ ხალხო, მოგესალმებით DCP-ის მორიგ ეპიზოდში დიდი ხნის შესვენების შემდეგ და დიდი ხნიანი შესვენების შემდეგ დაგიბრუნდით. ჩამოგვივიდა სანისლე მაშუქები, ტურმალნიკები, ამრეკლები, ბამპერზე რაც აყენია ყვითელი რაც იყო გაფუჭებული ჩემს მანქანაზე. უკანაც შიტოკის, უკანა ბამპერის ცალი სამაგრი ხო არ გქონდა რა და გამოვიწერე. ხო და მივდივართ ხა მიშკასთან რომ ეს ყველაფერი მიგვიყენოს. წინ ამრეკლები ეყენება ლამაზად, პლუს ეს ტურმალნიკები ყვითელი ფერი, ჰელასფერი გამოვიწერე და მგონია რომ წითელზე ძალიან მოუხდება. ნუ მოკლედ მიშკასთან მივალე ხა და რო გავხსნიან ყველაფერს კი გაჩვენებთ რას ვაყენებთ რა. უკანა კარბონის საბარგული არის აი ზედმეტი თავის ტკივილი, მე არ გერჩევთ, საანტონის ბურღვა არის და რო იცოდეთ ესე ჩემსავით შეგაწუხებთ რა, მიშკამ კი გაასწორა, მაგრამ რო იცოდეთ ისევ აირია რა, თავისით, იმიტომ რომ გახსნა დახურვით მაინც ირევა რა, ანუ ეს ზაზორები მიდის. ზედმეტი თავის ტკივილი რომ მოიშოროთ, თქვენ არ გამოიწეროთ. დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და ელოდეთ ახალ ვიდეოებს, იმიტომ რომ SES Zoning-მა გამოგვიგზავნა ბენზონასოსი გაფუჭდა მანქანაზე და გამოგვიგზავნა ბენზონასოსი, რომელიც ღირს $800, გამოგვიგზავნა წინა აპორნებიც, რომელიც არ წავიდა, გამოგვიგზავნა competition-ის და კიდე ბევრი რაღაც, რომელსაც ვიდეოებში ნახავთ რა. ასე რომ რო არ გამოგჭირთ ვიდეოები, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო, გაკოცეთ. ესე იგი, ეგ უნდა დავაყენოთ უეჭველი. სამაგრები, ამრეკლები, წინა ბამპერის და ამას თუ დამიყენებ ბარემ. ეს ყვითლები გამოვიწერე ჰელას. კი, მაქედან აქ ჩარჩოებს. ხო, ეს ანახე ერთ წუთი ამოიღე პროსტა. გადაგეკრა ბანკი რაღაც. არც მიფიქრია სიმართლე რო გითხრა. მე ჩემი ვეზე ამის ვაკროვინო. ესეთი ფერი არის. მე მგონი მოუხდება. წითელს. ძალიან მომწონს რა. ყვითელი ფერი გადავაკარი რა. ხო. იასნი, აგერ არის ეს, მაგის ჩასატები, ესენი არის ხალხო, ესენი ამრეკლები, ბამპერზე რაც ყენდება და ნახეთ როგორ მდგომარეობაშია. ეს არის, რავი, გაუბედურებული. აქეთა შედარებით არ არის, მაგრამ აქეთ ამას შეხედეთ რას გავს პროსტა. ხო და ძალიან იმათაა რა, მახინჯურად. ხო და ესეც ჩამოვარდნილი როა იგზაში კი გეუბნებოდით. ესე ჩამოვარდნილი როა წინაზე მიშკამ რო ეს დამიზაზორა, მაშინ არ მქონდა ეს კონკრეტული რკინის სამაგრი რა, ნახეთ, აი ესაა საჭირო რა, ეს პატარა სამაგრი არის საჭირო და თქვენთან ნუ არ იყიდება და ამის გამო ველოდე кайხანი. ხო და მიშკა გვინდა რამე ჩემგან? არაფერი, საერთოდ როდის მოვიდა? მე არ მეჩქარებ. მე არ მეჩქარება. შენ რო რაღაც ჩემ გამო არ იჩქარო? ხო და ჩემ გამო რო არ იჩქარო? რომ მორჩები, მაშინ მოდი ესეკენი. რომ მორჩები, აქ სადმე თუ იქნება ადგილი დააყენე, რომ შეიძლება ამ სტრიმზე ვიყო და ღამე გადმოვალ და გადავიყვან. რომელს დაახლოებით? მაღაზიაში დაუტოვა გასაღები წინ. არა, ჯობია რომ ანუ სახში ვიქნები მე და მათ გეუბნები. დაგირეკავ მაშინ. აი ხო, 12 პირველეს. დაგირეკავ რა. всё. წავედით ხალხო, ეხლა და მიშკა დაგვახადრეთ გაკეთებულს მანქანას ტელეფონით შევყო და ვინც მოხვალთ მიშკასთან, ტყუილა რაღაც აი პატარა რაღაც წვრილმანების გამო და პაჭი-პუჭების გამო ტყუილა არ მოიყვანოთ მანქანა თუ რაღაცა მნიშვნელოვანია და მთელი მანქანა დასაზაზორებელია და ისეთი საჩალიჩოა რომ აი უნდა დაუყენოთ მანქანა და უნდა იჩალიჩოს სრულად. მე მაგალითად ამ ბამპერი როა ჩამოვარდნილი, მაგის გამო არ მოუყვანდი, მარტო ეგ რო ყოფილიყო რა. მაგამდე რო ისინი არ გაგვეკეთებინა, სისულელია რა, ეხლა ბამპერის პატარა რაღაც სამაგრის გამო ჯერა უნდა გამოგართოთ. უნდა გააჩეროს მანქანა. Короче, იჩალიჩოს, მოკლედ რა. ესე იგი, დავაწექი ახლა მე და გაკეთებულს გაჩვენებთ, როგორც კი დამირეკავს მიშკა რა. გაკეთებულზე ღამე იქნება. ღამე ვერ გაჩვენებთ და ხვალ გაჩვენებთ უკვე რა. წავედი მიშკა დროებით. ესე იგი, ხალხნო, მოვედით შესაძლოა დაპორნების. ჩამოგვივიდა აპორნები. SES Zoning-ს ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან გვერდში დაგვიდგა. ყველანაირად თუ რამე შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, ვაფშე ყველაფერი SES Zoning-ის დამსახურება არის. ნახევარი მანქანა აგვიწყო ფაქტიურად. აპორნები ჩამოსული გვაქვს, მე და გიო ვართ. დღეს წინა აპორნებსაც დავაყენებთ და ეხლა უყურეთ რა ხდება. გვაქვს ხიდი ჩამოსული, ხიდის სასერვისო კიტი არის Turner Motorsport-ის შედარებით არა გრილი ხიდია, ხო გიო, ეგა. გრილი ხიდი არის, ხიდის უკანა ხუფი არის და თავისი რაღაცეებით რა მოკლედ. რომ უფრო გრილად იმუშაოს ხიდმა, $1500 ღირს სადღაც, ეგეც SES Zoning-მა გამოგვიგზავნა. როგორც იცით, ალბათ გეცოდინებათ, ვინც თვალსადევნებთ ხოლმე YouTube-ს, რომ დაიწვა ბენზონასოსი. მიყენია ახლა დროებით 3-დან 0-ის, კიომ რომ იწერა SES Zoning-ს, ეგეც გამოგზავნეს, რომელიც ღირს $760 OM, ორიგინალი. მოკლედ, ეგეც გზაში არის.
კიდე პრობლემა შეექმნა პრაკლატკას, რომელიც შევცვალეთ და აყენია ელრინგის პრაკლატკა უკანა მხრიდან გაუშვა. რომელზეც გიომ გითხრა. ხო, რომელზეც გიომ კი ნახავთ მაგ ვიდეოს, რომელზეც სულავ თქვა რომ როგორც კი დავაყენებთ, ეს ეგრევე გაუშვებსო, რომ იცოდეო, მე ვთხარი რომ ნუ ამბობ ეგეთ რაღაცებს იდარსებდი, თორემ ეგეთი ცუდი ყოფილა მართლა. ხო და მოკლედ ესეთი ამბავი გვაქვს რა. ეხლა დღეს დავაყენებთ აპორნებს. შეიძლება ეს ვიდეო დაზაზორებით და ამ აპორნების ვიდეოთი მორჩეს და წინ უფრო დიდი ვიდეო გაქვთ ბენზონასოსის ფილტრია, ბენზინის ფილტრია შესაძლებელი, ხიდის სასერვისო კიტია დასაყენებელი, პრაკლატკაა შესაძლებელი, რავი, ის პლუსის კაბელი თუ როდესმე შევცვლი, შესაძლებელი არის ისიც, უკანა კამერა მაქვს ჩამოსული, რომ მონიტორში გამოჩნდეს. კიდე რა გვაქვს? კიდე რაღაცეები იქნება რა. ხო და რაღაცეები ჩამოსასვლელი არის და მანქანა იქნება სრულად დასერვისებული თუ რამე არსებობს მანქანაზე და შესაძლებელი ყველაფერი იქნება ხოდზე. შევედით ახლა შევაყენოთ ბოქსში და დავიწყოთ შეცვლა. ესე იგი, ის წინა რაც გამოგვიგზავნეს, ვუთხარით რომ არ იყო კომპეტიშენის, ვერ დავაყენეთ და ეხლა რა გამოგვიგზავნეს, წარმოდგენა არ მაქვს. ეს რა არის, არ ვიცი. რაღაცა გამოუგზავნა, მაგრამ აბა ნახოთ რა გვაქვს შავყუთში. ეს ხო არის. ზიმერმანი, რა ღირს ეგეც არ ვიცი ნახოთ. ვაჩ, ესე გამოიყურება. ესე გამოიყურება. მართლა ძალიან კაი ჩანს და ცუდი ამბავი გვაქვს, გიო. აქ არ ეთყობა რამე რო დევს კალოტი. ესე იგი. ესეც აუ სამწუხაროდ კალოტკები არ მიყვა. ეს არ არის კაი ამბავი. ეხლა ვიკითხავთ ბიჭებთან თუ გვაქვს ამის კალოტკები. კალოტკები გვინდა უეჭვალე, იმიტომ რომ ეს რაც აყენია ჩემზე, ეს რო დავაყენოთ უკან, ეს არის ძალიან ნაცვეთი რა, ეს კალოტკები და ფიზიკურად ახალ აპორნებზე ვერ დავაყენებთ. მოკლედ ესეთი ამბავი გვაქვს, უკვე მეორეჯერ მოვდივართ აქ ისე რომ ვერ ვაყენებთ ვერაფერს. წინაზეც რაღაცა დაიმთხვა რომ რაღაცა ვერ დავაყენეთ, ეხლაც დაიმთხვა რომ ესკენით მოვედით და რაღაცა აკლდა. მოკლედ ჩვენც არ გვითქვამს ხუნდები რა, სიმართლე რო ვთქვათ, ჩვენც არ გვითქვამს და ალბათ არც იმათ გახსენებიათ. ხო და საქართველოში არ არის, რავი, გადავამოწმეთ თუ რამე სადმე სერვის ცენტრი არის, გადავამოწმეთ ყველგან და ჩვენთან არ არის competitions, როგორც იცით, რავი, 100-ჯერ ხო არ აღვხსნი, წინა აქვს უფრო დიდი ზომის აპორნები და ამის გამო ხუნდებიც აქვს სხვა. CSL-ს და CS-ს აქვს ერთი და იგივე ზომის. სამწუხაროდ არც BMW-ს ცენტრში და არც ერთ სერვის ცენტრში ჩამოთვლა რო არ დავიწყო. არ არის BMW-ს ცენტრში, გითხრეს რომ 800 ლარი ღირსო და გამოწერა შეგიძლიათო. მოკლედ აწეული მანქანა დაუშვით უკან იმის გამო რომ არსად არაფერი არ იშოვება. და ფიზიკურად ვერ ვიყიდეთ რაც გვინდოდა. რავი, ამ ვიდეოში უნდა დაგვეყენებინა წესით და უნდა გვეჩვენებინა ეს პროცესი, რაც დიდი ხანია მიდევს ეს ნაწილი. მაგრამ რავი, უკეთესად გადავამოწმებთ, რამეს ვიზავთ, იქნებ სადმე რამე იშოვებოდეს, მაგრამ კიდე რა არის წეთ? რამის დაყენებას რო აი ნებისმიერი ხუნდები დააყენო, ისევ ჯობია რომ გამოვიწერო. და ისევ ჯობია რომ დაველოდო რა, ნებისმიერი ესე ხუნდის გამოწერას, რომელიც არაფრად არ ვარ გადა შეიძლება აპორნები ამიფუჭოს. სამწუხაროდ ამ ვიდეოს გაგრძელება იქნება სხვანაირი და არა ისეთი როგორც ვფიქრობდით. გაგრძელდება სავარაუდოდ 99% გიოსგან სულავასთან მივალთ და სულავასგან გაგრძელდება ეს ვიდეო. მანქანის თანხის ნახევარი დასპონსორებულია Skin Club-ის მიერ. წინა ვიდეოში ნახავდით როგორ გავიტანე $10,000 სკინებით Skin Club-დან, სწორედ ამ სკინების საშუალებით შევიძინე ეს მანქანა. მადლობა Skin Club-ს. ცოტა ადრესიანია. გადადი. ვაიმე ხوار გადაო ბიჭო. 1 2 3 გადადი შინკინაცვალი. ვაიმე რა გიჟიბა. ეს რა ხდება? აქ რა წერია თქვენს ხედავთ?
დროებით და არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო. აუცილებლად იქნება სხვადასხვა ძალიან კარგი ვიდეოები. ეს მანქანა რო დასრულდება, დაპროექტოთ, შეიძლება რომ სხვა რამე ვიყიდოთ. ხოდა დაელოდეთ სიახლეებს რა. დაელოდეთ ხოლმე ვიდეოებს, დაელოდეთ სიახლეებს და რავი, მე როგორც შემეძლება ვიდეოებს არ მოგაკლებთ. ისეთ უაზრო ვიდეოებს თქვენ იცით რომ არ ვდებ, რომ ავდგე და ესე უბრალოდ მანქანით ესე უბრალოდ მანქანით ვიკატაო რა. მოკლედ, მოვედით საბოლოო ჯამში. მაინც ვერ გავერკვიეთ CSL-ში და რადგან ჩემს მანქანას უყენია CSL-ს და Competition CS-ს უყენია ერთი და იგივე აპორნები, რატო არის ერთი და იგივე ზომა კალოტკების ჩვეულებრივში, ანუ base მოდელში M3-ში და CS-ში და CSL-ში. რატომღაც ერთი ზომა წერია რა ყველგან. ხო და ვიყიდეთ კონკრეტულად Competition-ის ხუნდები. ხო და ნახოთ რა, ისიც გვაქვს ჩვეულებრივისაც გვაქვს და Competition-ისაც გვაქვს. რავი, ბოლოს რომელიც წავა იმას დავაყენებთ, რა მთავარია წავიდეს და მთავარია დაყენდეს, იმიტომ რომ 160, 180-ზე გაჩერების დროს რული იმდენად ზაგზაგებს, რომ ძალიან ცუდ დღეშია ეს წინა აპორნები რა. ძალიან დიდი მადლობა SES Tuning-ის ლინკი იქნება აღწერაში და ჩვენი აქტიურობა რო ვანახავთ, უბრალოდ ლინკზე გადასვლა საჭირო და ლინკზე რო გადახვალთ იქ დაათვალიერეთ თქვენთვის, თქვენი მანქანისთვის მოსაწონი თუ რამე იქნება, თუ რამე გაგისწორდებათ, შეგიძლიათ გამოიწეროთ. პრომოკოდები და რაღაცაები SES-ზე არ არსებობს, არავის არ აქვს, არ არსებობს ეგეთი იუთუბერი. პრომოკოდს ზოგადად არ აკეთებენ, უბრალოდ აქტიურობის თემა არის, რომ ნახონ საქართველოსდან როგორი აქტიურობა აქვს. ასე რომ შეგიძლიათ შეხვიდეთ და ბევრი მანქანის ბრენდები არის, ბევრი ნაწილი არის aftermarket-ი და შეგიძლიათ ყველაფერი დაათვალიეროთ რა. წავიდეთ ახლა ვნახოთ დაყენების პროცესი. ესე იგი, მაგამდე სანამ დაიწყებენ გაკეთებას განახებთ $760. SES-ს ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. იომ უბრალოდ მიწერა რომ ესე და ესე მოგვივიდეო ბენზონასოლის დაიწყო მანქანაზე და ჯერ სხვა რაღაცეებს ვაკეთებ და მე გავაკეთებ თუ ამ აპორნებს და იმან ეგრევე, კაროჩეო დაორდერებულიაო და მოდისო რა $760 ღირს. OEM არის. აგერ კოდი და ყველაფერი და გაჩვენებთ. ახლა მეც არ გამიხსნია პირველად ხსნი, მეც არ მინახავს ჯერჯერობით. Oh shit. თავისი რეზინით, ესეც ჩვენი ბენზონასოსი სულ ახალი. ეს ბენზონასოსი ალბათ რავი, ერთი 10 პატრონი რო შეიცვალოს ამ მანქანა, მაინც არ გაფუჭდება. იმდენად იშვიათია ამის გაფუჭება. ესეც ჩვენი ბენზონასოსი. ამასაც ვიდეოში ნახავთ დაყენების პროცესს და ყველაფერს. გვაქვს დასაყენებელი Turner Motorsport-ის ხიდის ხუფი არის, ხო? გაგრილება რა, ხიდის უკანა მხარე, მოკლედ. რითიც ხიდი გრილდება, იგეც $1300 ღირს, რაც გამოგვიგზავნეს, თავისი ბოლტებით და რაღაცეებით არის. ამასთან ერთად დავაყენებ ბენზინის ფილტრს, რაც დაბლიდან პოლზე დგას. ეგეც დაყენდება, რომ ბენზინის ყველანაირი სისტემა იდეალურად იყოს წყობრში და განახლებული იყოს, 4-ვე აპორნი განახლებული იქნება უკვე ამას რო დავაყენებთ. ერთადერთი, რაც არ გამიკეთებია და ხელი არ მიხლია, არის რულავოის თემა, რომ აი რულავოის რაც ეხება არც რეიკა და არაფერი ხელი არ დამიდია რა. დიდად არც მაწუხებს, ისედაც გრუბი არის. E46-ის რული კი იცით და მაგასაც თუ გამოგზავნია რეიკას ძალიან ძვირი ღირს CS-ის, ანუ CSL-ს და CS-ს უყენია განსხვავებული მოხვევის ეს კუთხე, რაღაც 5 რაღაცა არის თუ რაღაც ზუსტად არ ვიცი მე. ხო და ძვირი ღირს ძალიან. ასე რომ შემდეგ ამ ვიდეოში დავაყენებთ ამას და შემდეგ ვიდეოში უკვე ნახავთ გიოსთან, სულავასთან ყველაფრის აწყობას რა. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ავაწყო და მართლა გამოწერილი გვაქვს პრაკლატკა, ძრავის ზედა, უნდა შევცვალოთ ეგეც OEM მოდის და უნდა დავაყენოთ ეგეც, იმიტომ რომ როგორც გითხარით L-ring-მა გაუშვა. ესე იგი, სუპორტებს მოვხსნით და ჩავსვათ ჩვენ მოტანილ კალოტკებს. და ისედაც, ანუ ნახავთ ეს ქარხნული ხვაყენია რა, ეს კალოტკები და ხუნდები. ხო და ნახავთ ამ ხუნდებს, ზომაც ერთი და იგივე არის თუ არა, ეგრევე მივხვდებით. სანტიმეტრია განსხვავება, მაგრამ მაინც მივხვდებით რა წასით. იმ კაცმა დასმასკა და ისე გამოგვატანა რა. ისე და აი ნახე. აქტივს ყველაფერი. სუსტად ერთი და იგივე. ხო? სუსტად ერთი და იგივე. ეგ არის ATS-ს ვისაც დაგჭირდებათ არის აგერ წერია კითხვით M3-ზე რომელი აი ეს არის კოდი 71-85. აი ესე ეძებდა რა. აი ნახეთ 60-71-85 არის კოდი. დავიწყებთ ახლა ჩვენი ახალი აპორნების დაყენებას.
ამას ზოგადად აპორნებს მარჯვენა მარცხენა ხო არა აქვს? აქვს. ხო. ეს გაგრილების თემაა, ხო, როგორ შევიდეს? ხო, პირიქით წამოვა, პირიქით აიღებს, ხო? ესეც ჩვენი ეს ზიმერმანის აპორნები არის, რომელიც ღირს $760, $800 ღირს ეს. და სხვათა შორის დაახლოებით იგივე ფასი ღირს DCP-ის ან OEM რა, ორიგინალი რაც აყენია. ძალიან მაგარი აპორნებია და კიდე კაი რო წინა არ წავიდა, იმიტომ რომ ეხლა ბევრად უკეთესი გამოგზავნეს რა. ის ღირს $340 ღირდა, ხო გიო მე მგონი, $340 ღირდა და ეს $800 ღირს. მოკლედ, ეხლა დაიწყებენ აწყობას და ის სხვათა შორის წინაზე რომ ამბობთ, სუშავებიაო და ლამაზიაო, ნახე როგორ გაპრიალდა აჩვენებია. ეგა მორჩა აწყობის პროცესი რა სწორია წავიდა კიდე სიმბა გაგიკეთა ასდორია წავიდა ეხლა უნდა გავიაროთ ერთი 200 კილომეტრი რომ მოჯდეს კარგად რადგან უნდა ვიაროთ 200 კილომეტრი ხსულავაში მოვიკითხავთ ძალიან კაია რა რაღაც ახალს რო ვაყენებ კარგს უფრო რაღაც მშვიდად მგზავრობ მაგრამ მით უმეტეს ეს მანქანაზე რომელსაც სწრაფად იწევს უფრო ხშირად სიარული ასწორებს ეს ტომის ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ლინკი აღწერაში არის და თუ არ შეწუხდებით, პროსტა ყველა გადაიქცეთ. მეტი არაფერი არა, საჭირო.